მოგესალმებით. მინდა წარმოგიდგინეთ ვიდეო, რომელიც დაკავშირებულია image.js-ში გამოსახულების დამუშავებასთან. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ უფასო პროგრამა და საკმაოდ ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ექსპერიმენტებში. ამ ვიდეოში მხოლოდ მინდა შემოგთავაზოთ ის პატარა საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მას შემდეგ, რაც გამოსახულებას დაამუშავეთ და შეკრებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, როგორ შევინახოთ ჩვენს მიერ მონიშნული უბნები, იმისთვის, რომ თუ დაგჭირდება რამდენიმე ხნის შემდგომ გადამოწმება ამ ინფორმაციის, როგორ გამოვიტანოთ ზუსტად ის, ასე რომ ვთქვათ, უბნები, საიდანაც გვაქვს ეს ინფორმაცია აღებული. აქ უკვე მაქვს გახსნილი მე გამოსახულება და მაგალითად ჩემთვის საინტერესო უბანი არის ამიგდალა და ვთქვათ, გავაკეთოთ ახლა ასე ვთქვათ, მთელი ის პროცესი, რომელიც სჭირდება აქედან ინფორმაციის ამოღებას. მაგალითად, ავიღოთ აი ესეთი მონიშნა, რომლის საშუალებითაც მე მოვნიშნავ აი ამ უბანს. ახლა შეიძლება მთლად კარგად არ გამომივიდა, მაგრამ ამ წუთას არ აქვს მნიშვნელობა. პირობითად ეს არის ჩემი ინტერესების, ასე რომ ვთქვათ, სფერო. ეს უბანი არის ჩემთვის საინტერესო. შემდეგ უკვე ვაკლიკებთ მაუს მარჯვნივ და გამოდის ამგვარი ფანჯარა. აქედან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ დაამატე ROI მენეჯერი და შემდგომ თქვენ მიიღეთ ამგვარ ფანჯარას გამოსახულებას, სადაც ხედავთ, რომ არის ციფრები. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამ ციფრებს შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ ის, რაც ასე რომ ვთქვათ, ზუსტად ასახავს ამ ვთქვათ, სურათის რა სურათია და ვთქვათ, რა უბანი არის. მაგალითად, აი ეს შემთხვევაში ჯობია რომ გადმოვიტანოთ პირდაპირ სურათის ნომერი, ვთქვათ 755 და დავაწეროთ მაგალითად ამიგდალა ან ნებისმიერი სახით შეგიძლიათ შეინახოთ. მივცეთ OK და აი აქ უკვე არის შეცვლილი სახელი. თუ ასევე გვაინტერესებს სხვა უბნების, აი აქ შეგვიძლია დავამატოთ ეს უბნები, მაგალითად აი მოვნიშნოთ ვითად აი ეს ცენტრალური ნაწილი, ცენტრალური ამიგდალა. იგივე მანერით შევინახოთ ინფორმაცია ამის შესახებ. გადავარქვათ. და შევინახოთ ინფორმაცია. ჩვენ შეგვიძლია აქვე გადავამოწმოთ, როგორ გამოიყურება ეს ორი უბანი, მაგალითად ხომ არ არის გადაფარვა, აი შევდივართ მორში, უკაცრავად შეუпроსტად ვაჭერთ ყველას ერთად ნახვა და აი ჩვენ შეგვიძლია უკვე ორივე მონიშნული უბანი ერთად ვიხილოთ. ეხლა ავიღოთ აქედან ის ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც არის მაგალითად mean gray value. ესე იგი ვირჩევთ სათითაოდ და შემდეგ ვაჭერთ აზომვას და გამოდის ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ვთქვათ, ეს არის ჩვენთვის საინტერესო. შემდეგ გადავდივართ შემდეგ უბანზე, აი ეგერ და ვაჭერთ ისევ გაზომვას და გამოდის უკვე ინფორმაცია მეორე უბნიდან. მას შემდეგ რაც შევკრებავთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას, ეს შეგვიძლია ხა გამოვთოთ, იმიტომ რომ ამ წუთას ეს არ არის საინტერესო. შემდეგ გადავდივართ უკვე აი ამ ჩვენს მიერ მონიშნული უბნების შენახვაზე. უნდა მონიშნოთ ორივე ერთად. და ხო, რა თქმა უნდა, რამდენიც გინდათ, იმდენი შეგიძლიათ დაამატოთ, აი, ვთქვათ, აქედანაც შეგიძლიათ დაამატოთ, გადაარქვათ სახელი და ასე შემდეგ. ესე იგი, გადავდივართ ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, მონიშნული უბნების შენახვაზე, მოვნიშნავთ ყველას ერთად, შემდეგ გადავდივართ მორში და დავასეივებთ ჩვენთვის სასურველ ადგილას. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, რომ აქ სახელი გადაარქვათ იმისთვის, რომ შემდეგ ეფექტურად მოძებნოთ აი ეს ROI მენეჯერი და დავასეივებთ. ეხლა ვთქვათ, დავასრულებთ ჩვენ ასე ვთქვათ, მუშაობა ამ სურათზე და გამოვხდეთ ეს ყველაფერი აღარ არის საინტერესო, ხო? მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დაგვჭირდა რომ მიუბრუნდეთ აი ამ ასე ვთქვათ, ამ პროცესს და ვნახოთ, ვთქვათ, ან შეცდომა ხო არ დაუშვით, ან გადავამოწმოთ ზუსტად რა რეგიონი ქონდა მონიშნული და ასე შემდეგ. ისევ რა თქმა უნდა ვიღებთ იგივე გამოსახულებას და ახლა როგორ გამოვიტანოთ ის უბნები, რომელიც უკვე მოვნიშნეთ. გადავდივართ ანალიზში, შემდეგ გადავდივართ ხელსაწყოებში, ვიძახებთ ROI მენეჯერს ახლიდან, გამოდის ამგვარი ცარიელი ფანჯარა. შემდეგ გადავდივართ მორში და უკვე გახსნას ვაჭერთ. უკვე
შენახული გვაქვს ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ, ვირჩევთ და ხსნით. აი როგორც ხედავთ, გამოვიდა ის უბნები. მე თუ ამას დავაკლიკებ, ისევ სადითაოდ გამომიჩნდება ის უბნები, რაც მოვნიშნე. ამგვარი მანერით, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მონიშნების შენახვა არის ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ გვიწევს დიდი რაოდენობით, ასე რომ ვთქვათ, გამოსახულებების დამუშავება და ზოგჯერ გვიწევს უკან მიბრუნება, რომ გადავამოწმოთ, რამდენად სწორად იქნა უბანი მონიშნული. ამიტომ რომ აღარ ვიფიქროთ ახლიდან თუ რა უბანი მომნიშნეთ თუ არა სწორედ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კაი საშუალება იმისთვის, რომ შევინახოთ ეს ინფორმაცია და შემდგომ აღარ მოგვიწიოს, ასე რომ ვთქვათ, ახლიდან, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერს თუნდაც მონიშნა, თუნდაც გახსენება და თუნდაც ასე რომ ვთქვათ, წვალება. ძალიან კარგი ხელსაწყოა, საკმაოდ, ასე რომ ვთქვათ, ადვილად გამოსაყენებელი და დაგიზოგავთ დროსაც და ენერგიას. სულ ეს იყო, მადლობა.